რა არის მწამსი ქრისტიანისათვის? რა არის მწამსი ქრისტიანისათვის? მრწამსი ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში სხვა ლოცვებთან ერთად მრწამსს წარმოვთქვამთ. ფაქტიურად ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა. რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა? იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვა ლოცვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესიას მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიც და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი. მრწამსის ისტორია მსოფლიოს საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ 325 წელს და მეორე 391 წელს მსოფლიოს საეკლესიო კრებებზე. პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. მესამე მსოფლიოს საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაგდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში საუკუნეების შემდეგ კათოლიკებმა მრწამსი შეცვალეს ერთ-ერთი მუხლი და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილი იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან მრწამსში ცვლილების შეტანა ერისია მწვალებლობაა. ახლა კი დავუბრუნდით მსოფლიოს საეკლესიო კრებებს და მათ მნიშვნელობას. სულ 7 საეკლესიო კრება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ იყო ეპოქა, როცა საკმაოდ ძნელი იყო ადამიანების ერთად შეკრება, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები არ იყო კარგად განვითარებული. მიუხედავად ამისა, მაშინდელი მართლმადიდებელი სამყაროს სხვადასხვა კუთხეებიდან მსოფლიოს საეკლესიო კრებებზე თავს იყრიდნენ ეპისკოპოსები. მიუხედავად იმ ხიფათისა, რაც მათ მგზავრობას ახდა, ისინი მაინც ჩადიოდნენ ამ კრებებზე. თუ ყოველივე ამას გათვალისწინებით, დავინახავთ, თუ რამხელა სულიერ მნიშვნელობას ანიჭებდა მღვდელმთავრები ამ კრებებზე დასწრებას. მსოფლიოს საეკლესიო კრებაზე ერთად იკრიბებოდნენ ეკლესიის მამები და საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ. საეკლესიო კრებები, როგორც წესი, რომელიმე ერესის წინააღმდეგ იმართებოდა. ეს არ იყო უბრალოდ საღვთისმეტყველო საკითხებზე საუბრით შეკრება. კრებების ჩატარება იყო ეკლესიის აუცილებელი მოთხოვნილება, რისკენაც ამოძრავებდა სურვილი იმისა, რომ ეკლესია დაეცვათ არასწორი სწავლებებისაგან, რაც ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვა სახით ემუქრებოდა ეკლესიას. ეს იყო ფაქტიურად რეაქცია ამა თუ იმ ერესზე. მაგალითად, პირველი მსოფლიოს საეკლესიო კრების მიზანი, რომელიც ნიკეაში 325 წელს ჩატარდა, იყო ეკლესიის დაცვა არიოზელობისაგან. იმ პერიოდში ერესიარქი არიოზი, ერესის მამამთავარი, არასწორ სწავლებას ქადაგებდა ძეღვთისას შესახებ. სწორედ ასე ხდებოდა დოგმატური საკითხების ჩამოყალიბება. ეს იყო ეკლესიის თავდაცვა, უცხო გარეშე სწავლებებისაგან განკრძალვა. ბუნებრივია, თუ საკითხს ასე გავიზიარებთ, მაშინ გასაგები იქნება საეკლესიო კრებებისა და დადგენილებების მნიშვნელობა, მათ შორის უპირველესი მრწამსი იყო. ქართული სახელწოდება მრწამსი მომდინარეობს პირველი სიტყვიდან მრწამს ერთი ღმერთი. ეს პირველი სიტყვა იქნა აღებული განზოგადოებულ სათაურად ამ მოკლე ტექსტისა. მას ასევე მეორენადერთ ეწოდება სიმბოლო სარწმუნოებისა. სხვა ენებში იგი სწორედ ასეა გადმოცემული.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მწამსი ითქმება არა მარტო დილის ლოცვებში, არამედ წირვაზეც, რითაც ეკლესია მწამსის მნიშვნელობას გვახსენებს, მწამსი წარმოითქმის ნათლისღების საიდუმლო სახსრულების დროსაც. ნათლობისას კათაკმეველი ვალდებულია წარმოთქვას მწამსი. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება და აღიარებს ყოველ მოხს, რაც მწამსშია გადმოცემული და ის ინათლება იმ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მწამსშია გადმოცემული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მწამს, რომლის ცოდნა და არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღიარება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია.